მოგესალმებით, მეგობრებო. MMA-ის და UFC-ის ნამდვილო ფანებო. While ჩვენს არხზე ვართ და დღეს გვაქვს ისეთი ამები, რომელიც მთელ ქართულ საბრძოლო სამყაროს აალაპარაკებს. სანამ თავარ თემაზე გადავალთ, არ დაგავიწყდეთ თუ გაქვთ კითხვები ან გსურთ თქვენი აზრის დაფიქსირება, აუცილებლად დაწერეთ კომენტარებში. ჩვენს მომავალ ვიდეოებში თქვენს საინტერესო მოსაზრებებს აუცილებლად განვიხილავთ. დღეს ყურადღების ცენტრში ისევ ისლამ მახაჩევია. UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონმა კიდევ ერთხელ ააფეთქა მედია სივრცე თავისი განცხადებებით. ამჯერად მისი სამიზნე ჩვენი ჩემპიონი, მატადორი ილია თოფურია გახდა. მახაჩევი ღიად საუბრობს ილიაზე და მის მიმართ საკმაოდ სკეპტიკურადაა განწყობილი, განსაკუთრებით კი ილიას გრეპლინგის უნარებზე. ისლამმა ხაზი გაუსვა იმ მომენტებს, როდესაც მისი აზრით თოფურიას გაუჭირდა ქვედა პოზიციიდან ამოდგომა ძლიერი წნეხის დროს. მახაჩევისთვის ასეთი დეტალები არ არის წვრილმანი. ეს არის ელიტარული მებრძოლის დონის რეალური საზომი. მე არ ფიქრობ, რომ ეს დიდი პრობლემა იქნება. აცხადებს ისლამი ყოველგვარი მორიდების გარეშე. მისი ლოგიკა მარტივია. თუ ვინმე ამბობს, რომ კარგი გრეპლინგი აქვს, ის მთელ რაუნდს ზურგზე დაწოლილი არ უნდა ატარებდეს. მეგობრებო, მოდეთ გულახდილად ვთქვათ. მახაჩევი ფიქრობს, რომ თუ მებრძოლი ერთ რაუნდს ქვემოთ ატარებს, ეს მსაჯების თვალში 100%-იანი წაგებაა. ის ამტკიცებს, რომ ილიას მსგავსი გამოცდილება უკვე ჰქონდა. რა თქმა უნდა, ამ სიტყვებმა დიდი აჟიოტაზი გამოიწვია, განსაკუთრებით თოფურიას ფანებში, რომლებიც ილიას სრულყოფილ მებრძოლად მიიჩნევენ, ვისაც ჭიდაობაშიც უმაღლესი დონე აქვს. მაგრამ ისლამი აქ არ ჩერდება. მან ილია თოფურია UFC-ის ისტორიის ყველაზე დიდ ფიგურას, კონორ მაკგრეგორს შეადარა. ეს შედარება ძალიან საინტერესოა, რადგან ამ ორ მებრძოლს სრულიად განსხვავებული აურა და სტილი აქვს. როდესაც მახაჩევს ჰკითხეს, არის თუ არა თოფურია მაკგრეგორზე ტექნიკური, მან ძალიან ფრთხილი, მაგრამ მწვავე პასუხი გასცა. ისლამმა აღიარა ილიას ნოკაუტიერი ძალა. შესაძლოა დარტყმის სიმძლავრეში თოფურიას უპირატესობა ჰქონდეს, თქვა მან. თუმცა როცა საქმე კონტრშეტევებზე მიდგა, მახაჩევმა მაინც კონორი არჩია. მისი თქმით, მაკგრეგორის თაიმინგი და ის თუ როგორ ხვდება მეტოქეს მარცხენა ხელით, სულ სხვა დონეა. ეს განცხადებები აშკარას ხდის ერთ რამეს. მიუხედავად იმისა, რომ ილია ახლა მწვერვალზე, ისეთი ლეგენდების ჩრდილი, როგორიც მაკგრეგორია, კვლავ რჩება ზომად ჩემპიონებისთვის. ახლა კი მთავარი კითხვაა, დაამტკიცებს ილია თავისი უპირატესობას ოქტაგონზე, თუ ისლამის კრიტიკა წინასწარმეტყველები აღმოჩნდება. თქვენ რას ფიქრობთ? მართალია მახაჩევი როცა ამბობს, რომ კონორი უფრო ტექნიკურია, თუ უბრალოდ ილიას წარმატება მოსვენებას არ აძლევს? იქნებ ისლამს უბრალოდ ეშინია, რომ ილია მასაც ისევე დაანოკაუტებს, როგორც ვოლკანოვსკის. დაწერეთ კომენტარებში, რატომ ვცდები მე, ან რატომ ვცდება ისლამი. გელოდებით, ვიცი რომ ბევრი სათქმელი გაქვთ. მეგობრებო, აქ საქმე მხოლოდ სპორტულ ინტერესს არ ეხება. მახაჩევი, რომელიც ჩვეულებრივ სიმშვიდეს ინარჩუნებს, აშკარად დაბნეულია ილიას აგრესიით. 34 წლის ჩემპიონი ამბობს, რომ საერთოდ არ ესმის, საიდან მოდის ეს სიძულვილი. მისი თქმით, მათ შორის არასდროს ყოფილა ისეთი პირადი კონფლიქტი, რომელიც ასეთ ღია შეურაცხყოფებს გაამართლებდა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა სჭირს მას, აცხადებს მახაჩევი. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენს მიმართ რაღაც განსაკუთრებული სიძულვილი აქვს. მახაჩევი მიიჩნევს, რომ თუ რაიმე პრეტენზია არსებობს, მამაკაცებმა ეს პირისპირ უნდა მოაგვარონ და არა მედიის საშუალებით. თუმცა ისლამი არც ბრძოლას გაურბის. მან მკაფიოდ მიანიშნა, რომ ადრე თუ გვიან მათი გზები გადაიკვეთება. ვფიქრობ, ჩვენ ამას როგორმე მოვაგვარებთ, როცა შევხვდებით. ეს სიტყვები მუქარას უფრო ჰგავდა, ვიდრე უბრალო პროგნოზს. მისი თქმით, ახლა ილია პაუზაზია, მაგრამ გალია ყველაფერს თავის ადგილზე დააყენებს. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. ცეცხლზე ნავთი კიდევ ერთმა მებრძოლმა, არმან წარუკიანმა დაასხა. არმანმა, რომელიც თავადაც ტიტულის მთავარი პრეტენდენტია, თოფურია ძალიან მწვავედ გააკრიტიკა. წარუკიანი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ილიას გადაწყვეტილებას, აიღოს ტაიმაუტი ოჯახური მიზეზების გამო. არმანის ლოგიკა ასეთია. როგორ შეიძლება ამბობდე, რომ ოჯახისთვის გჭირდება დრო და ბრძოლას ვერ ახერხებ, როდესაც ამავდროულად დადიხარ ყველა ინტერვიუზე, პოდკასტზე და ლანძღავ პოტენციურ მეტოქეებს. თუ მართლა ოჯახის გამო მიდიხარ გვერდზე, მაშინ პატივი ეცი ამ გადაწყვეტილებას. ნუ ხარ დაკავებული სხვებზე თავდასხმით, როცა თავად ბრძოლაზე უარს ამბობ, აცხადებს წარუკიანი. ეს განცხადება კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას დივიზიონის სათავეში. ქართველი ფანებისთვის ეს განსაკუთრებით მტკივნეული თემაა, რადგან ბევრი მიიჩნევს, რომ ილია უბრალოდ ჭკვიანურ თამაშს თამაშობს. მისი კრიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ ის ზედმეტად გაერთო მედია დრამებში. როგორ ფიქრობთ, მეგობრებო?
აქვს თუ არა წარუკიანს უფლება ასე ილაპარაკოს ჩვენს ჩემპიონზე? არის თუ არა ილიას ქმედებები არათანმიმდევრული, თუ ეს უბრალოდ დიდი თამაშის ნაწილია, რომელსაც მისი მტრები ვერ ხვდებიან? აი აქ კი ნამდვილი ომი იწყება. თქვენი აზრით, ილია მართლა გაურბის ბრძოლას ოჯახის მიზეზით, თუ უბრალოდ დროს წელავს? და ყველაზე მთავარი, ვის მხარე ხართ ამ დაპირისპირებაში? წარუკიანის, რომელიც სამართლიანობაზე საუბრობს, თუ ილიასი, რომელიც თავის იმპერიას აშენებს? დაწერეთ, არ მოგერიდოთ. ვიცი რომ ზოგიერთეს სიმართლე არ მოგეწონებათ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას. მახაჩევის სიმშვიდე ბევრს ატყუებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ერთი რამ. ისლამი ხედავს, რომ ილია თოფურია ის საფრთხეა, რომელიც მის მემკვიდრეობას ემუქრება. როდესაც მახაჩევი ილიას გრეპლინგს აკრიტიკებს, ის ცდილობს დაამციროს ილიას როგორც სრულყოფილი მებრძოლის სტატუსი. თუმცა ილიამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ არის მხოლოდ მოკრივე. გახსოვდეთ მისი ბრძოლები, სადაც მან უმაღლესი დონის ჯიუ-ჯიტსუ აჩვენა. განა ეს არ არის საკმარისი მახაჩევის დასადუმებლად? კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ბევრს გამორჩა. ილია თოფურია არ არის მხოლოდ მებრძოლი. ის არის ბრენდი. როდესაც ის ამბობს, რომ ოჯახთან ერთად ყოფნა სჭირდება, ეს შესაძლოა იყოს სტრატეგიული ნაბიჯი. UFC-ში პაუზა ხშირად ნიშნავს უფრო დიდ დაბრუნებას და უფრო დიდ ჰონორარს. წარუკიანის კრიტიკა კი შესაძლოა უბრალოდ შური იყოს. შური იმისა, რომ ილიამ შეძლო ის, რასაც ბევრი წლებია ცდილობს. გამხდარიყო მსოფლიო დონის ვარსკვლავის სულ მოკლე დროში. ისლამმა ახსენა, რომ ილია ზურგზე წოლისას რაუნდებს აგებს. მაგრამ მოდით ვიკითხოთ, ვინ შეძლო ილიას დაჭერა და მისი იქ გაჩერება? ვოლკანოვსკი, ემეტი თუ ჰოლოვეი? პასუხი ნათელია, არავინ. თოფურიას დინამიკა და ფეთქებადი ძალა ნებისმიერ გრეპლერს დიდ პრობლემას შეუქმნის. მახაჩევის სიტყვები, რომ ის ილიას გალიაში დახვდება, გავს იმ მებრძოლის სიტყვებს, რომელიც გრძნობს, რომ მისი დრო გადის და ახალი მეფე მოდის. ჩვენ წინ დიდი ბრძოლები გველოდება. იქნება ეს მახაჩევის წინააღმდეგ თუ წარუკიანის წინააღმდეგ, ილია თოფურია არის ის, ვინც წესებს ადგენს. ქართველი გულშემატკივარი კი ყოველთვის მის გვერდით იქნება. ჩვენ ვიცით ილიას ფასი და ვიცით, რომ მისი ყოველი სიტყვა საქმით მტკიცდება. დაღესტნელების კრიტიკა კი მხოლოდ დამატებითი მოტივაციაა მატადორისთვის. ასე რომ მზად იყავით, 2025 წელი UFC-ს ისტორიაში ყველაზე ხმაურიანი იქნება. ილია არ აპირებს გაჩერებას და ისლამს მოუწევს იმაზე მეტის გაკეთება, ვიდრე უბრალოდ ინტერვიუებში საუბარია, თუ მას ნამდვილად სურს ქართველი ჩემპიონის შეჩერება. UFC-ს მსუბუქი წონა, რომელიც ოდესღაც ყველაზე პრესტიჟული დივიზიონი იყო, ნამდვილ ქაოსშია. მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც ახლა ჰაერში ჰკიდია, ასეთია. რა მოხდება თუ ილია თოფურია მსუბუქი წონის ქამარს ვაკანტურს გახდის? მოდით ჩავუღრმავდეთ ამ ამბავს. სულ რაღაც ერთ წელზე ნაკლებ დროში ეს დივიზიონი ელიტარულიდან ყველაზე დამაბნეველ წონად იქცა. ყველაფერი დაიწყო ძალიან უცნაური ჭორებით პედი პიმბლეტისა და ჯასტინ გეიჯის ბრძოლის გარშემო. თავიდან ითქვა, რომ ეს იქნებოდა ბრძოლა დროებითი ქამრისთვის, მაგრამ ახლა გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათ შესაძლოა ვაკანტური, ანუ ნამდვილი ჩემპიონის ტიტული გაითამაშონ. ეს კი ნიშნავს, რომ ილია თოფურია ჩემპიონი აღარ იქნება. აქ უნდა ვახსენოთ ნინა დრამა. ადამიანი, რომელსაც UFC-ს კულუარებთან ძალიან ახლო კავშირი აქვს. მან ინსტაგრამზე გამოაქვეყნა პოსტი UFC-ს 334-ის შესახებ, სადაც პირდაპირ დაწერა: უყურეთ ჯასტინისა და პედის ბრძოლას ვაკანტური ტიტულისთვის. მეგობრებო, ასეთი რამ შემთხვევით არ ხდება. როდესაც ასეთი დონის ინფლუენსერი, რომელიც მებრძოლებთან ყოველდღე მუშაობს, მსგავს რამეს წერს, ეს ან შემთხვევითი გაჟონვაა, ან UFC-ს ფარული გეგმა. დანა ვაიტმა თავად გამოაცხადა ეს ბრძოლა როგორც დროებითი ტიტულისთვის, მაგრამ ჩვენ ვიცით, როგორ იცვლება გეგმები ამ ორგანიზაციაში. მოდით გულახდილად ვთქვათ, გეიჯისა და პიმბლეტის ბრძოლა ტიტულზე, თუმდაც დროებითზე, თავისთავად აბსურდია. არც ერთი მათგანი ამ მომენტში არ იმსახურებს ჩემპიონობისთვის ბრძოლას. მაგრამ თუ ეს ვაკანტური კამრისთვის იქნება, მაშინ სპორტული პრინციპები საერთოდ კვდება. რატომ ხდება ეს? ყველამ ვიცით ილია თოფურიას პირადი სიტუაცია, მისი რთული გაყრა, რომელიც მთელ მედიას მოედო. ეს არ არის ისეთი პრობლემა, რომელიც ორ დღეში მოგვარდება. ილია თავად ამბობს, რომ მას დრო ჭირდება. შესაბამისად ჩნდება ეჭვი. ხომ არ იყო ნინა დრამას პოსტი წინასწარი სიგნალი იმისა, რომ UFC ილიას ქამარს ჩამოართმევს მისი უმოქმედობის გამო. ეს დივიზიონი ახლა სრულ ქაოსშია. ჩემი საყვარელი წონა, სადაც ადრე საუკეთესოები საუკეთესოებს ხვდებოდნენ, ახლა პოლიტიკურ თამაშებად იქცა. მებრძოლები უარს ამბობენ ერთმანეთთან ჩხუბზე. რეალური ნომერ პირველი პრეტენდენტი არმან წარუკიანი გვერდზეა გაწეული, ხოლო ჩემპიონი საერთოდ არ ჩანს.
ეს არის ბრძოლა მერიტოკრატიასაჩა, ანუ დამსახურებასა და მარკეტინგს შორის. UFC-ს ურჩევნია პედი პიმბლეტი იყოს ჩემპიონი, რადგან ის დიდ ფულს აგენერირებს, ვიდრე წარუკიანი, რომელიც ტექნიკურად ბევრად ძლიერია, მაგრამ ნაკლებად გაყიდვადი. თუ ილია მართლა დატოვებს ქამარს, ეს იქნება ისტორიული და ამავდროულად საშინელი პრეცედენტი. წარმოიდგინეთ, ერთ წლის ანგელში ადამიანმა ორი სხვადასხვა წონის ქამარი გახადოს ვაკანტური. ეს აქამდე არავის არ გაუკეთებია და ალბათ არც არავინ გააკეთებს. ერთი მხრივ ეს რეკორდია, მეორე მხრივ კი დიდი დარტყმა მის რეპუტაციაზე. ბევრი ფანი ამას არ აპატიებს. გასაგებია, რომ ილია კონორ მაკგრეგორის გზას სურს, შევიდეს, აიღოს ყველაფერი და მალევე გავიდეს დიდი ფულით. მაგრამ ტიტულის არც ერთი დაცვა ეს ქართველ გულშემატკივარსაც გაუცრუებს იმედებს. ახლა დავფიქრდეთ, რატომ არის გეიჯი პიმბლეტის ბრძოლა ვაკანტურ ქამარზე კატასტროფა. ჯასტინ გეიჯი პენსიაზე წასვლით იმუქრებოდა, თუ ტიტულზე არ აჩხუბებდნენ. UFC-მ გამოსავალი იპოვა და ეს საჩუქარი გაუგედა. პედი პიმბლეტი კი საერთოდ დანა ვაიტის ყველაზე საყვარელი შვილია. მას ისეთივე პრივილეგიები აქვს, როგორიც შონ ომალის ჰქონდა, თუმცა შონს ბევრად რთული გზა ჰქონდა პეტრიანთან ბრძოლის სახით. პედის კი გზა გაუწმინდეს. თუ ეს ვაკანტური ქამრისთვის ბრძოლაა, მაშინ არმან წარუკიანის ად არის. როგორ შეიძლება იბრძოლო ნამდვილ ქამარზე ისე, რომ არმანს გვერდი აუარო? ეს არის სპორტის დაცინვა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც წარუკიანის ფანები ჯერ კიდევ მშვიდად იყვნენ, იყო ის, რომ ბრძოლა დროებითი ქამრისთვის უნდა ყოფილიყო. თუ ეს შეიცვლება, UFC-მ შესაძლოა ყველაზე დიდი უსამართლობა ჩაიდინოს ისტორიაში. ილიას პირადი მდგომარეობა კი ყველაფერს ართულებს. ობიექტურად რომ შევხედოთ, ასეთი სასამართლო პროცესები 6 თვე მაინც გრძელდება. ამას დაუმატეთ 8-12 კვირიანი მოსამზადებელი ბანკი. გამოდის, რომ ილიას ოქტაგონზე მომავალ წლის მესამე კვარტლამდე ვერ უნახავთ. 9 თვე კი საკმარისი დროა იმისთვის, რომ UFC-მ რადიკალური ზომები მიიღოს. თუმცა UFC-ს არ უნდა ილიასთვის ქამრის ჩამორთმევა. ის მათი ყველაზე დიდი ვარსკვლავია. ისინი ბოლო წამამდე დაელოდებიან ილიას სიტუაციის გარკვევას. თუ გამოჩნდება, რომ ილიას პრობლემები ღრმავდება, მაშინ გეიჯი პიმბლეტის ბრძოლა ოფიციალურად გახდება ვაკანტური ტიტულისთვის. ჩვენ ახლა ორ პარალელურ რეალობაში ვცხოვრობთ. პირველი, ილია ბრუნდება წლის შუაში და ხდება გეიჯი პიმბლეტის გამარჯვებულს. მეორე, ილია კარგავს ქამარს და დივიზიონი ხდება პედი პიმბლეტის შოუ. არის მესამე ვარიანტიც. ტომ ასპინალის სცენარი, სადაც დროებითი ჩემპიონი იძულებულია დაიცვას თავისი დროებითი ქამარი, სანამ ნამდვილი ჩემპიონი პრობლემებს აგვარებს. არც ერთი ეს ვარიანტი არ არის იდეალური. და ბოლოს, დომინოს ეფექტი. თუ პედი ან ჯასტინი გახდებიან ჩემპიონები, ლოგიკურად შემდეგი წარუკიანი უნდა იყოს, მაგრამ UFC-ში ლოგიკა აღარ მუშაობს. მე ვხედავ სცენარს, სადაც ამ ბრძოლის გამარჯვებული ხდება ჩარლს ოლივეირასა და მაქს ჰოლოვეის ბრძოლის გამარჯვებულს. ეს იქნება კატასტროფა არმანისთვის, ის კვლავ დარჩება ტიტულის მიღმა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტად იმსახურებს. მეგობრებო, მოდით პირდები ვთქვათ, თქვენი აზრით ილია ტოფურია მართლა იმსახურებს, რომ ამდენი ხანი ააცედვინოს დივიზიონი თავისი პირადი პრობლემების გამო? თუ ფიქრობთ, რომ UFC-მ სამართლიანად უნდა ჩამოართვას ქამარი და მისცეს შანსი მას, ვინც მზად არის საბრძოლებლად? იქნებ საერთოდ პედი პიმბლეტია მომავალი ჩემპიონი და ჩვენ ამას ვერ ვეგუებით. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ამ უსამართლობაზე. ვიცი, რომ ბევრს ეს სიმართლე არ მოგეწონებათ, მაგრამ მოდით ვიკამათოთ.